გამარჯობათ ბატონებო და ქალბატონებო ჩვენო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო მოგესალმებით დღევანდელი დღეს ახლა 9 ნახევარზე დაიწყო და ჩვენი თქვენთან ასე თქვა ურთიერთობა და ეს გაგრძელდება დაახლოებით 1 საათი მაგრამ მინდა წინასწარ იცოდეთ პატივცემულებო რომ ხუთშაბათ დღეს 10 ნახევარზე დაიწყება ეს ფორმატი და იქ ვიქნებით მე ვეკა თავბერი კაპანაძე ბატონები გეგა რა თქმა უნდა ხვედელიძე და ბატონი თორნიკე კივილაძე დღეს თორნიკე ცოტა შეუძლოდ გახდათ და აქედან შეგვიძლია მოვიკითხოთ და უსურვოთ ჯანმრთელობა გამოჯანმრთელება მალე და შემოგვიერთდება მომავალ ხუთშაბათს უკვე და რაც შეეხება დღევანდელ დღეს და ეთერს ესეც რა თქმა უნდა ასე 50 წუთის განმავლობაში გაგრძელდება და უპირველეს ყოვლისა მინდა დღევანდელ დღეს ხსენებულ წმინდანთა დღე მოგილოცოთ და შეწევნა ვთხოვოთ მათ რომ მეუხვგვეყვნენ ჩვენ რამე თუ ძალზედ ფეთქებად საშიში ქაოტური მდგომარეობაა საერთოდ მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა ეს დიდ გავლენას ახდენს ყოველთვის ახდენდა და დღეს განსაკუთრებით ჩვენს შიდა პოლიტიკაზე ჩვენს ქვეყანაზე თავიდან ბოლომდე შეიძლება ასე ითქვას დღეს მე მგონი სოლომონ დიდის დღეცაა და თუ არ ვცდები და თუ ვცდები არ არის პრობლემა მაინც შეგეწიოთ ეს უდიდესი წმინდანი რაც შეეხება ჩვენს გარშემო არსებულ ვითარებას დამეთანხმებით პატივცემულებო რომ გეგა დამეთანხმები რა თქმა უნდა ძალზედ ისეთი როგორ გითხრათ არაპროგნოზირებადია და ფეთქებად საშიში სიტუაცია აი წინარე პერიოდს მაგონებს უფალმა არინებოს უფალი არასდროს არინებებს და უფალს არასდროს არასურს ადამიანთა ტანჯვა წამება და განადგურება მაგრამ უფალმა არ დაუშვას რომ მსგავსი რამ მოხდეს და თუმც კი რაც დაწერილია ის ყოველთვის ასრულებას ექვემდებარება რაც წმინდა წერილში წერია ჩემო კარგებო დღეს მაგალითად ყოველი ექსპერტი თუ ექსპერტად წოდებულნი სპეციალისტები პოლიტოლოგები თუ პოლიტიკოსები თუ პოლიტიკანები რა ვიცი აი ეს აქაც ძალზე დიდი ქაოსია გამოგზანდებიან და მრავალ სიტყვაობენ რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ბადალი არ აქვს ქართველებს საუბარში და ჩვენს პროგნოზ რეზიუმეების გაკეთებაში მაგრამ აქ იმდენად საახიფათო და იმდენად საფრთხილო საკითხია ძალზე სენსიტიური საკითხია რომ იცით საკუთარი გემოვნების და სურვილების შესაბამისად აკეთებენ ასე ვთქვათ პროგნოზებს რომ აი ვისაც საითასურს აი იქით განვითარდება მთელი მსოფლიო და იქით უნდა წავიდეს ჩვენი ქვეყანა ხო მეორეს აქეთასურს ბატონო ხო ეხლა აღარ დავკონკრეტეთ ხო და დასავლეთია თუ ეს ჩრდილოეთია და აი შესაბამისად მოძღვრავს ანუ რეალურად რეალობას ნაკლებად აცნობიერებენ და ეს ძალიან ცუდია რომ აი ახლა გასაგებია რომ ბიპოლარული გარემოდან გეგა გადატვირთვა ხდება და გადაწყობა მთელი კაცობრიობის სოფლიო პოლიტიკის და სოფლიო ჰეგემონთა გადაწყობა ხდება ასე თქვა მრავალპოლუსიანობისაკენ შეიძლება ითქვას ეს მრავალიც ახლა n რაოდენობით რომ ვერ იქნება ცხადია ხო ალბათ მაქსიმუმ 4 პოლუსი შეიძლება ითქვას და ამ პოლუსთაგან ცენტრთაგან რომ ყველანი თანაბარ ზომადი და თანაბარ წონადი არ იქნებიან ამასაც დიდი ექსპერტიზა და ეს არ ჭირდება ასე თქვა წიაღსვლები რა ჩვენ ერთი ფაქტი ის აღნიშნოთ რომ ჩვენი ადგილი სად იქნება ჩვენი სწორება სად უნდა იყოს ასეთ შემთხვევაში ხომ აი ვისთან ვიქნებით უფრო მეტ დისტანციაზე თუ უფრო მეტრი სიმჭიდროვით სად რა დროს და ასე შემდეგ ამას ჭირდება მეტად კვალიფიციური მეტად პროფესიონალური დინჯი და ქართული მიდგომა პატივცემულებო დიახ ქართული ინტერესის შესაბამისად სწორედ ახლა ეს ვითარება პავლე მოციქული რომ ბრძანებს ჟამი მოივაჭრეთო აი სწორედ ის ჟამია
რომ საგონებელში ჩავარდეს ის, ვინც ჩასავარდნია, ხო? და დღემდე გონებაზე ვერ მოსულა. რომელ მხარესაც არ უნდა წარმოადგენდეს, მაგრამ სწორება ეხლა ჩვენ უპირველეს ყოვლისა იქით კენ გვაქვს, საერთოდ უნდა გქონდეს, გეგა, ხო? რადგან რაც ხდება საქართველოში, სიავე თუ სიკარგე და სიკარგეს მე ვერ ხედავ დიდი ხანია, ეს რა თქმა უნდა ოფიციოზის ბრალეულობაა და ოფიციოზს ეკუთვნის ყოველივეს, ასე ვთქვათ, მონაპოვარი, შეიძლება ასე ითქვას, ხო? ანუ დღევანდელობა, ჩემო კარგებო, ეს მედასავლეთეებს მივმართავ ეხლა რა. აი ძალზედ ასე ვთქვათ, მიკერძოებით და აი იმ სამსახურისთვის რომ იყვნენ მზად რომ და ყოველთვის ასე იყვნენ ეს ადამიანები, ეს ჯგუფები, რომ რასაც უბრძანებდა დასავლეთი განუხრელად არც აპრობაციით ჩვენს რეალობასთან აი ესე შეესრულებინათ. ეს ხო კაპიტულანტური პოზიცია იყო ყოველთვის. ასევე მივმართავ ჩრდილოეთის ფანატიკოსი. იცით, რუსოფობია და რუსოფილია ორივე თანაბრად სახიფათოა და როგორ გითხრათ, არა ქართული, ასე ვთქვათ, მიდგომაა ეს და არა ქართული თვისება. შეიძლება ეს სენ თვისებად ჩამოყალიბდა წინა საუკუნეებში და ამაზე არ კონცენტრდეთ ეხლა, მაგრამ ამ სენმა და მავნებლობამ ხო არ მოგვიყვანა დღემდე კაც. სასწორმა ხომ გადაწონა სიკეთის მხარეს ის ბოროტება. დადებითმა ხომ გადაწონა უარყოფითი წინააღმდეგ შემთხვევაში ახალს არაფერს არ ვამბობ, მარტივია ვერ მოვიდოდით. ანუ რეალურად უნდა დავამთავროთ რა ესეთი ლტოლვა იმ ვექტორების მიმართ, რომელთაც არც არასდროს აინტერესებდა ჩვენი ქვეყნის აღმავლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში რახანე აქ ძალმომრეობენ და თავიანთ ჰეგემონიას და ასე ვთქვათ რეზონანსულ, ასე ვთქვათ, ინოვაციებს ამყარებენ და ადგენენ და ამყარებენ და ანვითარებენ, ხომ? სხვადასხვა ვექტორის წარმომადგენლები. რა მოხდა? საქართველოს წინ გადადგა ნაბიჯი? რომელი კუთხით გადავდგით წინ ნაბიჯი? ეკონომიურად? ეკონომიურს ვინღაჩივის სულიერი დეკადანსი გვაქვს, ლამის ქართველს ებრძვის და ესეც ჩვენი ძირძველი სენია და ეთყობა ჯერ ისი არ გაგვიჭირდა ჯერ რომ ის ერთსულოვნების საყოველთაოდ ერთსულოვნების დიდი მუხტი ვაჩვენოთ. ხო, ესეც ჩვენს თვისებათაგანია სამწუხაროდ რომ ძალზე თუ არ გაგვიჭირდა შესაბამისად არ ვიქცევით ხოლმე. მე მსურს ეხლა მიუნხენთან კავშირში საუდის არაბეთში იყო შეხვედრები, რა თქმა უნდა და იცით საგარეო საქმეთა მინისტრი რუსეთისა და რუსეთიც რა თქმა უნდა მისი პოლიტიკა ხშირად არ იცვლება. ესეთ რამეს ბრძანებს, აი ლავროვი ციტირება შემიძლია გავაკეთო. რუსეთისა და აშშ-ს, ანუ ამერიკის ინტერესები სრულიად ვერასდროს დაემთხვევა, თუმცა იქ სადაც დაემთხვევა, მხარეებმა სარგებელი უნდა მიიღონ აუცილებლად, ბრძანებს ლავროვი. ნუ სრულიად გასაგებია ხო ეს არ ახალია ჩვენთვის. ამერიკულ დელეგაციასთან გამართულ შეხვედრაზეც ლავროვმა ესეთი რამ თქვა, რომ უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოფხვრას ალტერნატივა არ გააჩნია, ხო? ეხლა ჩვენ გავიგეთ, რომ მრავალ პოლიტიკოსთა და ჰეგემონთა სიტყვა ერთია და საქმე მეორე. ეს გნებავთ ამერიკასთან, ასე ვთქვათ, მიმართებით, გნებავთ ევროპა ხომ საერთოდ ის არა მონოლითური და არა ერთსახოვანი ყოფილა პრობლემატიკათა მიმართებაში და რა თქმა უნდა რუსეთზე ხო საუბარი შორს აგვიყვანს იმდენად მრავალი ორ პირობა შეიძლება ასე ვთქვათ გავიხსენოთ მათგან. მაგრამ დღევანდელობა იმდენად გამორჩეული და სპეციფიურია გეგა რომ ჩვენ რა თქმა უნდა ყურადღება უნდა მივაქციოთ. ყველამ აბსოლუტურად ვისაც ძალგვიც რომ მათ სიტყვებში ხშირად ის ძევს სწორედ როგორც იმოქმედებენ. ხო, აი შედარებით, შეფარდებით, აი რა დროს, რატომ, როგორ რა თქვა და ასე შემდეგ და ამას არ ჭირდება დიდი შერლოკ ჰოლმსობა, უბრალოდ დაკვირვებული გამოცდილი თვალი, ხო, აი ამდენი პოლიტიკოსების ქვეყანა ვართ, ბატონო, ექსპერტების ქვეყანა ვართ. შენი სურვილის მიხედვით, ნუ კი მეტყვი პატივცემულო ექსპერტო, საით უნდა იყოს ქვეყანა.
რეალურად რა ვითარებაცაა და ქვეყნისთვის როგორ აჯობებს. აი ეს ავთქვათ უპირველეს ყოვლისა და არა პირადული რაღაც ასე ვთქვათ ზრახვები და მე დავარქმევ ilūziები, ხო? ხშირ შემთხვევაში. ერიადში შეხვედრისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრძანებს, რომ უკრაინის ნატოში ჩათრევა ერთ-ერთი მთავარი მიზეზია იმისა, თუ რაც ხდებაო. ბუნებრივია, ხო ეს არ დაუმალავთ და უფრო მეტიც თვითონ ტრამპი ბრძანებს უკვე იგივეს. ხო, ამერიკის შტატების ახალი პრეზიდენტი იგივეს ბრძანებს და ისეთ რაღაცას ამბობს, რომ იცით დღეს მოიცვა მთელი და გუშინ მასმედიური სივრცე აი ამ გამონათქვამებმა და რა თქმა უნდა სულ ყოფილად ამ ეტაპზე ახლა ვეღარ დავკონკრეტდებით, რადგან მოსახლეობა ისმეს, თითქმის ყველა არხს ეტრიალებს, რომ ტრამპმა ისიც კი ბრძანა, ისიც თქვა, მრავლისთვის შეიძლება ბრძანა კიდევაც. და აქვე დავსძენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც არასდროს, დღევანდელი ხელმძღვანელობით, ისე იმყარებს ფეხს და ისე ამყარებს თავის პოლიტიკას გადატვირთვით თავისთავად და სხვადასხვა მეთოდოლოგიებით იქ დაუშვათ სიხისტის გათანაბრებით დიპლომატიასთან. ამერიკა ყოველთვის თავის პრაგმატიზმს ხედავს ნებისმიერ დაპირისპირებაში და ის თუ ჩაერევა, რა თქმა უნდა მიიღებს კიდევაც. გავანებოთ თავი რა თქვა ზელენსკიზე გავიგეთ, ხო, ზელენსკიზე რაცა თქვა, მაგრამ ერთი რამ მინდა რაზე გავამახვილო ყურადღება. ძალზედ ჩავბჟირდებით რა, ეს ტრამპისტები, ჩაბჟირდებიან, თორე მე ვისისტი უნდა ვიყო კაც. ჩვენ და ეს მთლიანად ეროვნული ერთობა, რომ იცით და მით უმეტეს მეოცნებებს ეხება ეს ყოველივე, ძალზედ აჟიტირებულნი არიან და ძალზედ ბედნიერები, ხო? მე ძალიან არ მინდა რომ თქვენ ბაიდენი მოგენატროთ. და საერთოდ რეალურად თქვენს არამყარ პოზიციაზე ყოფნა არის თქვენი მალუსტრირებელი და თქვენი საერთოდ როგორ გითხრათ, როგორც ბექგრაუნდი, ასევე აწმყო. არა დამაჯერებელები ხართ და თქვენს ასე ვთქვათ საოცრებებზე შემდეგ გეგას ექნება ალბათ კრებსითად ეს ყოველივე და ჩვენ შევჩერდებით მათ ასე ვთქვათ პოზიციებზე. მე მინდა კიდევ ერთ რამეს გავუსვა ხაზი, აი აქ მაქვს ჩანიშნული, რომ ესე იგი არაბეთში, საუდის არაბეთში გამართულმა მოლაპარაკებებმა დაგვანახა ბრძანებს ლავროვი, რომ ამერიკასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია ყველა მიმართულებით ყალიბდებაო რეალურად. ანუ დათბობის ტენდენციები შეინიშნება, თუმცა კი ესეც თავისთავად ხელოვნურია, მინდა გითხრათ. მეგობრებო, იცით, ევროპა რეალურად ძალზედ დიდი გამოწვევების წინაშეა, ჩვენ მას უწოდებდით ამერიკის შტატს, ხომ, ევროპას და არა მხოლოდ ჩვენ. რეალურად აზიისკენ ის ვერასდროს გადაიხლება. საერთოდ ნებისმიერ ალიანსს დამეთანხმებით, ნებისმიერ ასე ვთქვათ საზოგადოებას თავისი მენტალური თვისებებიდან გამომდინარე აქვს ეს გადაწყვეტილება მიღებული. იყოს თუ არ იყოს ამა თუ იმ საზოგადოებაში, ამა თუ იმ ასე ვთქვათ ქვეყანასთან, ალიანსში და ასე შემდეგ, ხომ? აქედან გამომდინარე ეს ავტოქთონური ასე ვთქვათ, ხო, მეტნაკლებად ევროპულის მოსახლეობა აზიაციას ვერასდროს ვერ არც კი განიხილავს ფიქრად. ის რა თქმა უნდა კვლავ, თუმცა კი დღეს გადატვირთვის პოლიტიკის შესაბამისად ბევრი რამ თუ არა რაღაც მაინც შეიცვლება ძირეულად, მაგრამ ის იქნება აუცილებლად კვლავ ამერიკაზე დამოკიდებული, რომელიც იყო ჰეგემონი, არის ჰეგემონი და აგრძელებს. ეხლა მისი სიტყვაა კონკრეტულად, რომ 20% დაიპყრო რუსეთმა, ხო, პუტინმა. თუ მოუნდება 100%-საც მოიმოქმედებს, არ მალავს პიროვნება, ბრძანებს და თან აი აქვე მინდა ხაზი გავუსვათ ერთ როგორ გითხრათ ესე ვთქვათ ვერბალურ ხრიკს, რასაც მიმართავენ ხოლმე პოლიტიკოსები და ამ ხრივ ამერიკის ლიდერები და ისტაბლიშმენტი, განსაკუთრებით ეხლა დღესდღეობით როგორ ხისტათაც არ უნდა მოგვეჩვენოს ტრამპი,
ტრამპიც ამ ხრივ გამოირჩევა და მე წავიკითხავ თუ შეიძლება. ესე იგი, ჯერ რა თქმა უნდა, ხანძას ჩააქრობს ამერიკა ბრძანებს, მაგრამ ასევე ამბობს, რომ რუსეთს სურს, რომ აი ეს ჩადენილი ბარბაროსობა შეაჩეროს და ასე ვთქვათ, სვავს წერტილს აქ. ანუ რუსეთს აღიარებს ბარბაროსად, გეგა. აი რუსეთს აქვს სურვილი, რომ ეს ბარბაროსობა გააჩეროს. ნუ ბარბაროსობა ხომ არ არსებობს ცალმხრივად, ხო? ვინ შეიჭრა, ვიცით, ხო? ეხლა იქ რაც არ უნდა ემოციურად თქვან ვიღაცაზე დიქტატორია თუ ასე ზელენსკი ჩვენ ვიცით რა დონის რომელი დიქტატორია დიქტატორებს ფიქრათაც ვერ შევადარებთ კაცო ეს არის მართული პულტით მართული ერთი ნუ იმაში დავეთანხმები საშუალო დონის მსახიობი ადამიანი რომელიც გარკვეული მისიით ამყოფეს აი ამ პოსტზე რა პოსტზედაც მან უკვე ეს დამანგრეველი ყველაფერი მოიმოქმედა თავისი ქვეყნისათვის ხომ ასე რომ ბარბაროსსაც უწოდებს გესმით ანუ ჰეგემონიას აგრძელებს აქ სიტყვათა შორის წინადადებათა მიღმა და თვითონ წინადადებებიდან ვიდრე საქმეზე გადავა ძალიან ბევრი რამ იკითხება მეგობრებო და ასე რომ ასე ვთქვათ ჰეგემონია ცოტა სულ სხვა კალაპოტში განვითარდება დარწმუნებული ვარ შტატებისა ასევე რუსეთის თავისთავად მათ ხმატკბილობა ექნებათ გარკვეულ ნაწილში და ეს ყველაფერი საქართველოზე როგორ აისახება პატივცემულებო აი ამის მიხედვით შეგვიძლია ჩვენ ასე ვთქვათ გავაგრძელოთ ჩვენი საუბრები და თუ რა სიხარულის მომგვრელია თუ ასე ვთქვათ როგორ პოზიციონირებენ დღევანდელები ჩვენი დღევანდელი ოფიციოზ გულისხმობ ესეც საგულისხმოა ესეც ხელის გულზეა და როგორ გითხრათ აი იმდენად ინფანტილურია მათი მიდგომა ამ საკითხების მიმართებაში აი იმდენად მილში იყურებიან ხო მოგეხსენებათ რომ მილში რაც აჩანს ტრუბაში მხოლოდ ის აჩანს მეტი არაფერი აი ტრუბაში მაყურებელი ხელისუფლება გვყავს ჩვენ 12 წლის განმავლობაში როცა არ შემიძლია არ აღვნიშნო 3+3 ფორმატზე გეგა და ეხლავე გადმოვალ ჩემო კარგო ეს 3+3 ფორმატი არ არის ასე ვთქვათ საფრთხობელა თქვენი ჭირიმეთ მე მივმართავ ყველა მხარეს მყოფ პიროვნებას განსაკუთრებით იმ მხარეს მყოფ პიროვნებებს რომლებსაც რაღაც რუსოფობია ბოჭავთ და ასე ვთქვათ ჭირთ ხო ნურც რუსოფილები გათამამდებიან ეს არის ჩვენი სახელმწიფოებრივი ჯერ სახელმწიფოდ უნდა ჩამოყალიბდეთ მაგრამ სახელმწიფოდ ვერასდროს ვერ ჩამოყალიბდები თუ სახელმწიფოებრივ ნაბიჯებს არ გადადგავ 3+3 ფორმატი არის სწორედაც სახელმწიფოებრივი პოლიტიკის დიდი ნაწილი ჩვენ არაერთ გზის გვითქვამს რომ კავკასია-ცენტრული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნისა არის უპირატესი და უპირველესი რაც არის გადამრჩენი რაც არის ხერხემლის მომცემი ყველა სეგმენტში ამის შემდეგ დაგესაუბრებიან ამის მერე ხდება თანაბარ წონადი თუ ზომადი თუ ასე შემდეგ ურთიერთობები მრავალ ქვეყანასთან ის ჰეგემონია თუ შენსავით გამოიყურება ხომ უფრო მეტიც ქართული იდეა როდიდან მოსვირებს ამას გეგა ხო აი ჩვენი ლევან ჩაჩუას ინტერვიუ გამახსენდა რომელ არხს მიცა რუსულ არხს მიცა და მე საქართველოში არ წყალობდნენ და არ წყალობენ საერთოდ წყალობდნენ არხები მაგრამ 3+3 და კიდევ +3 ფორმატ ბრძანებდა ჩვენი ერთობა და რას ნიშნავს ეს მეგობრებო რომ არა მხოლოდ საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი და თურქეთი ირანი რუსეთი არამედ ამას პლუს კიდევ 3 დიახ დიდი მოთამაშეების ამ შეხვედრების ეპიცენტრი უნდა გახდეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი დედაქალაქი და ის მესამე სამეული გახლავთ ამერიკა შტატები ჩინეთი თავისთავად დიდი მოთამაშეა და რა თქმა უნდა ევროპა რომელიც ვერასდროს ვერ გახდება ჰეგემონი მაგრამ მაინც აი ამ 3+3 და კიდევ 3 ფორმატის შემთხვევაში ეს ჯერ გაჟღერების შემთხვევაში შეთავაზების შემთხვევაში რამდენად ამაღლდება საქართველოს ავტორიტეტი
ეს მაყურებელმა განსაჯოს, მაგრამ არა მათ ხელში, რომელნიც ძალმომრეობენ და თავიანთ ძალაუფლებას მხოლოდ ამჟღავნებენ საკუთარ მოსახლეობაზე და საკუთარ მოსახლეობაზე აღნიშნე ეს სიტყვა ჩემო გეგა ჩვენს ქვეყანაში დრამატიზირებულია ბევრი რამ, მაგრამ იმდენად ქაოტურია, იმდენად როგორ გითხრათ, ძალისმიერი და უკვე პირდაპირ აყვანაზე სახში მიკითხვა, სხვადასხვა სიტუაციებიდან ხალხის გამოყვანა და ჩასაფრება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, გესმით და კრებითად ალბათ გექნებათ გარკვეული ინფორმაციები და გთხოვთ უკაცრავად რომ სიტყვა გამიგრძელდა. ბატონო, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს. მშვიდობას გისურვებთ ყველას. ღმერთმა დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მთელი მსოფლიო, რამე თუ მსოფლიო კრიზისი ეს ყოველივე რაც დედამიწაზე ხდება და რაზეც ახლა საუბრობდით, ეს შემთხვევითი არ არის და მახსენდება წმინდა ნიკოლოზ სერბის სიტყვა, რომ ადრეო, როდესაც გლობალური პრობლემები არსებობდა დედამიწაზე, ამას კაცობრიობა ადამიანი ღვთისმსაჯელად მოიხსენიებდა, ბერძნული სიტყვა საჯელი ნიშნავს კრიზისს და დღეს დაარქვეს კრიზისიო. როდესაც ჩვენ ვართ კრიზისულ მდგომარეობაში, როდესაც არის გინდა ეკონომიკური, გინდა სხვა სახის, ნებისმიერი სახის კრიზისი, ანუ გაჭირვება აქვს ადამიანს, პრობლემები აქვს. ეს ყველაფერი მომდინარეობს არაჯანსაღი, არასწორი სულიერი მდგომარეობიდან და პირდაპირ მეტაფიზიკური მნიშვნელობით ეს არის სასჯელი. იმისთვის რომ ჩვენ გავაცნობიეროთ ეხლა დღეს რა მდგომარეობაში ვიმყოფებით და საით მიდის ჩვენი არსებული ხელისუფლება, ხო ერთის შეხედვით ეხლა ეს ყველაფერი ზედაპირზე ძალიან კარგად ტივტივებს და ჩანს. აშკარაა რომ ეს მსოფლიო ინტერნაციონალური, ეს გლობალური ეს პოლიტიკა, რომელიც იყო ლიბერალ დემოკრატიაზე აწყობილი, LGBT იდეოლოგიაზე აწყობილი ეს ცისფერი პროპაგანდა და ეს სიბინძურე, რომელსაც ჩვენ მთელი ძალებით წლების განმავლობაში ვებრძოდით და ძალისაებ ყოველთვის შევეწინააღმდეგებით ღვთის შეწევნით, რა თქმა უნდა. ეხლა ეს ყველაფერი თავის დროს ნენელა ჭამს, თავის დრო ამან უпроსწორად ნენელა მოჭამა და ეხლა გადაწყობა მდინარეობს ეგრეთ წოდებული კონსერვატიული იდეოლოგიით კაცობრიობის, რომელიც უნდა იყოს ჩემი ღრმარწმენით ეს ერთ-ერთი წინა სახე და წინა პირობა ანტიქრისტეს მსოფლიო გლობალური მართლობისა. ანუ ეს დღეს მსოფლიო მიდის ამ ტემპში. ანუ ფეხის ხმა, რომელიც დღეს აუწყო ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ გლობალურ პოლიტიკას, რასაც ტრამპიც რაშიც მონაწილეობს, რაც არის ეს თითქოს და შეზღუდვა აი ამ გარყვნილების პროპაგანდისა, წინა პლანზე წამოწევა ნაციონალიზმის, ეს ოდითგანვე ძალიან ბევრი ესეთი ღვთისმსულიერი ადამიანი კაცო ამას ამბობდა და წინასწარმეტყველებდა რომ ანტიქრისტეო როდესაც გამოჩნდება მსოფლიო არენაზეო მე არ ვამბობ რომ დღეს გამოჩენილია მაგრამ ასე ამბობდა რომ თავდაპირველად ეს მოვა და ტაძრებს გაარემონტებს დაუშვათ და იმას იქადაგებს სიყვარულს მშვიდობა და უსაფრთხოების ლოზუნგით მოვაო და დღევანდელი გლობალური ეს პოლიტიკაც კარგად მოგეხსენებათ რომ ზუსტად მშვიდობა და უსაფრთხოების ლოზუნგებით აპელირებს რა ეს არის გლობალური პოლიტიკა და ესქატოლოგიური ანუ ამ ბოლო ჟამისეული სულისკვეთების გარეშე ამ ყოველივეს გააზრების გარეშე ანუ ამ ყველაფრის გამორიცხვითა და უგულვებელყოფით ჩვენ ვერასდროს ვერ შევძლებთ რომ სწორი დასკვნები გავაკეთოთ და სწორი შეფასება მივცეთ ამა თუ იმ მოვლენას ყოველთვის დამაბნეველი იქნება გეგა ყოველი მე მიყვარს ლაოძის სიტყვები ხშირად ციტირებ ხოლმე რომ უწოდეს სნეულება და გაგეცლება სნეულება ანუ სწორი დიაგნოზის დასმა არის აბსოლუტური წინაპირობა კურნებისა და გამოჯანმრთელებისათვის თუ ჩვენ სწორად არ შევაფასეთ მოვლენები და სწორი დიაგნოზები არ დავსვით გამორიცხულია რომ შევძლოთ მე იქიდან სწორი გამოსავლის ძიება ეხლა როდესაც დღეს ჩვენ გველაპარაკება ქართული ოცნება აი ამ ესე იგი ამ ეროვნული კანონმდებლობის შექმნაზე აკრძალა ეს LGBT პროპაგანდა აკრძალა ხო ანუ ამბობენ რომ ეს LGBT პროპაგანდა აკრძალეთ და კი ბატონო აკრძალეს მაგრამ ცოტა ხნის წინ მახსოვს მე გამოვიდა ეს ბიძინა ივანიშვილი და ეს ქართული ოცნების მაღალჩინოსნები ეს სიამაყით აცხადებდნენ რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებაო არის ჩვენი დიდი მიღწევაო დღეს ამაზე თითქოს აღარავინ აღარ საუბრობს აი მათ შორის სასულიერო იერარქიების გარკვეული ნაწილიც ამას აღარ ეხება მაგრამ თავის დროზე პატრიარქმა ამ ცოდვის დაკანონებას ამას უწოდა უკანონობის დაკანონება დღეს აღარავის აღარ ახსოვს რომ ეს ანტიდისკრიმინაციული კანონი ჩვენ მიღებული გვაქვს და მოქმედებაში გვაქვს ანუ ცოდვა ნორმალიზებული და დაკანონებულია როდესაც 2013 წელს მოვიდა ბიძინა ივანიშვილი
ანუ ახალი მოსული იყო საქართველოს ხელისუფლებაში, მაშინ თქვა რომ აი სასწრაფოდ უნდა გავაუქმოთ მორატორიუმიო უცხოელებზე მიწების გასხვისებისთვის, ესო პირდაპირ თავისუფალ ბაზარს იმაშებაო, ეწინააღმდეგებაო, ანუ სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისების შესახებ მორატორიუმი აღარ გაგრძელდებაო, იმიტომ რომ თუ ჩვენო ესე იგი შევაჩერებთო ამ იმასო რა ქვია უცხოელებზე მიწების გასხვისებას, ეს პირდაპირ შეეწინააღმდეგებაო საქართველოში თავისუფალი ბაზრისა და ეკონომიკის განვითარებას. ანუ რასაც ამბობს აი გირჩი დაუშვა და ზუსტად ამ იდეოლოგიით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი, ქართული ოცნება ზუსტად ამით დაიწყო თავის პოლიტიკური მოღვაწეობა. ჩვენ მე პირადად და ჩვენ აქციებში გვაქვს მონაწილეობა მიღებული, ზუსტად წლების განმავლობაში ამას ვეწინააღმდეგებოდით, რომ დაუშვებელი იყო სასოფლო სამეურნეო მიწების უცხოელებზე გასხვისება და ამაზე არაერთი ბრძოლა გქონია გადატანილი რა. ამითი დაიწყო ქართულმა ოცნებამ მონაწილეობა და დღეს, როდესაც ჩვენ გვაქვს იქ არაბულ სოფელზე იყო ხა ლაპარაკი და იქ რაღაც არაერთი იქ ჰესებზე იყო და ყველამ ძალიან კარგად იცის რა ბრძოლები და რა აქტივობები მიმდინარეობდა ამ ყოველივეს წინააღმდეგ. ეს გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ანუ ამ პოლიტიკური ძალის იდეოლოგიური დოქტრინა თავიდან ბოლომდე იყო ის, რის წინააღმდეგაც დღეს ეს თვითონ დეკლარირებენ, მაგრამ მაჩვენე შენი სიყვარულიო საქმითო მამები რო ამბობენ რა ნუ მეტყვი რომ გიყვარს უფალიო ნუ მეტყვი რომ შენი სიყვარული საქმით დამანახეო ხო და რა არის საქმე რომელიც 12 წლის განმავლობაში ითესა დღეს მომკული გვაქვს იმითი რომ გვართ აი ამ უმძიმეს კრიზისულ სიტუაციაში მთელი ერი და ქვეყანა მოქცეული და დღეს საქართველოში გვაქვს ის ეგზისტენციალური პრობლემები, რომელიც ზუსტად აი ამ წლების განმავლობაში ჩადებულმა ნაღმებმა დღეს დაიწყო ამოქმედება და დღეს რამდენიც არ უნდა გველაპარაკონ ესენი მაღალი ტრიბუნებიდან იმისთვის, რომ მათ პოლიტიკურ კარიერას და მათ პოლიტიკურ წინსვლას დღეს ასე ჭირდება და იმისთვის, რომ დღეს მათ პოლიტიკური ძალაუფლება შეინარჩუნონ, რამდენიც არ უნდა გველაპარაკონ ამაზე, ეს ყოველივე ჩათესილია და ეს თესლი გაღვივებულია უკვე ნაყოფს იმკის და ჩვენ ამ ყოველივესთან გვიწევს ბრძოლა, ინტენსიური ბრძოლა და ვართ აი ამ კრიზისის პერიოდში. და როდესაც ახლა დღეს გველაპარაკებიან რომ ეს deep state-ი გვებრძვის, რომ ეს ფარას მსგავსი კანონი უნდა შეგემუშავებინაო და ამერიკაში საეჭვოდ დაემთხოვო, რომ ესე იგი მე აქ deep state-ის ხელი ურევია ეს კობახიძე დაგვრცინის ეკრანებიდან, რომ საეჭვოდ დაემთხოვო, რომ ამერიკაში შეარებილას მომენტალურად ეს კანონი. იქ ეხლა სამშობლოს ღალატის მუხლი უნდა აღვადგინოთო, რომელიც იმანო რა ქვია, ნაციონალურმა მოძრაობამ გაუქმა. ხო ეს ხო არის ჯერ ეს ერთი რომ არის პოპულიზმი, ამაში აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანებისაც ლოგიკური აზროვნება აქვს დაინახავს ჩვეულებრივი პოპულიზმი, მაგრამ ამის გარდა პოპულიზმისა, ეს არის არსებული პოლიტიკური რეჟიმისა და დღის წესრიგის გამყარებისა და დაცვის სხვადასხვა ბერკეტების ამუშავება. აი მაგალითად გამოდის ახლა ქართული ოცნება ინიციატივით, რომ არასამთავრობო სექტორსო ჩვენ თვითონ დავაფინანსებთო, უცხოეთიდანო გადასახადებსო შევზღუდავთო, საგრანტო პოლიტიკას გადავხედავთო და ეს კანონი გადაიხედებაო და რაც შემოდის გრანტებიო იმის მაგურად ჩვენ თვითონ დავიწყებთო იმასო რა ქვია საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსებასო. ნუ ერთი შეხედვით ეს ხო ძალიან კარგია და რა თქმა უნდა მივესალმებით ხო აი ეს ერთი შეხედვით გესიამოვნება რომ შენი პატრიოტი ხელისუფლება გიფინანსებს გარკვეულ პროექტებს, მაგრამ ამაშიც ეს ნაღმი არის შედებული რომ ეს საზოგადოების ეს სეგმენტი, ანუ არასამთავრობო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება, რომელზეც უნდა იდგეს რეალურად ძლიერი დემოკრატიული სახელმწიფო და რომელიც წარმართველი არის თანამედროვე საზოგადოების განვითარებისა, თუ ის საზოგადოება სწორად ვითარდება. ანუ ეს არასამთავრობო სექტორი, ეს გრანტები, მე ძალიან ბევრი ბრძოლა მაქვს ასევე შენთან ერთად, აი ამ სოროსის ფონდების წინააღმდეგ კაცო, ზუსტად ამას წინააღმდეგ ვატარებდით აქციებს, როდესაც ანტისოროსი გქონდა, ჩვენ რომ დავიწყეთ ეს მოძრაობა, მაგრამ აქ ამაზე არ არის საუბარი. უბრალოდ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ამათ არ ჭირდება, რეჟიმს არ ჭირდება ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. რეჟიმს ჭირდება საკუთარი ჯიბეში ჩასმული საზოგადოება. რეჟიმს ჭირდება მართული საზოგადოება და ყველა დღეს არსებული პოლიტიკური ინსტრუმენტები მიმართული არის იქითკენ, რომ ეს საზოგადოება გააკონტროლოს ბიძინა ივანიშვილმა. ანუ დღეს ავტოკრატიის ისეთი მსხვილი ფორმა გვაქვს და ისეთი უნიკალური ფენომენი გვაქვს,
არსებობს, რომ შეიძლება ბიზნოკრატიაც კი დაარქვა ამას, ანუ არათუ ერთი პოლიტიკური გუნდი, არამედ ერთი კონკრეტული პიროვნება განაგებს და განკარგავს ქვეყანაში არსებულ საგარეო და საშინაო პოლიტიკას. ეს არის აბსოლუტური, ანუ მონარქიის ერთგვარი რაღაც თანამედროვე ფორმა ჩამოყალიბა ამ პიროვნებამ საქართველოში და ყველა ის კანონი და ყველა ის პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რასაც დღეს იღებს ქართული ოცნები, ერთმნიშვნელოვნად ემსახურება ამ პოლიტიკურ და ამ ეკონომიკურ მიზანს, რომ ეს ერთი პიროვნებისა და მისი კლანის პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები იყოს უზრუნველყოფილი საქართველოში. სხვა ფუნქცია ამ არსებულ პოლიტიკას ეს ლოგიკური ანალიზია რომ არ გააჩნია. რაც შეეხება გეგა გამოძიების დაწყებას, რაც დაიწყეს და წულუკიანს ჩააბარეს, ესეც არ შეიძლება არ გაგეცინოს. სიმწრით თავისთავად რა სასაცილო პატივცემულებო 12 წლის თავზე კარგი გასაგებია ითქმება და ნათქვამიც აქვს. ჯობს გვიან ვიდრე არასდროს, მაგრამ რას ჯობს გვიან? რეალურად ეს ის არის, რასაც აანონსებდნენ და რასაც მოსახლეობა ითხოვდა, რასაც სამართლიანობის აღდგენა ითხოვდა და ამ ჭრილში იხედებოდა. კი ბატონო, თუნდაც თავის რიგებში მყოფი პიროვნებებიდან დაიწყებენ დაკითხვებს. ჯერ ეს ერთი და ერთი წამით მაპატიეთ, როცა ნაციონალური მოძრაობა ხერხემალში გასწორებული შედგებოდა ხოლმე თავის მოსახლეობას და რა თქმა უნდა ეს მეთოდიკა იმ კადრებით დღესაც სრულყოფილად გადაღებულია და ბევრ სეგმენტში გადამეტებულიც მათ ვინ უმაგრებდა ზურგს თუ არა ბიძინა ივანიშვილი და დღეს ის ძალოვნები, ის ადამიანები, რომლებსაც ნაციონალური მოძრაობის დროს აშკარა დანაშაულებები აქვს ჩადენილი, სისტემური დანაშაულებები, დღეს ისინი გადაპორტირებული კოცები რომ არიან ნაციონალური მოძრაობიდან, ამაზე ხო არავინ არ ლაპარაკობს, ეს ხო ფაქტია. ანუ ნაცკოცური სისტემის აი ესეთი ალიანსი და ეს კოჰაბიტირებული ჰიბრიდი, რაც შემუშავდა 2012 წლის მერე, ამას ფიზიკურად შეუძლებელია რომ ლუკიანის ჩამოყალიბებულმა რაღაცა საგამოძიებო კომისიამ ეს შეცვალოს, იმიტომ რომ თვითონ ეს არის სისტემური ისეთი ჰიბრიდი და ისეთი მახინჯი ეს რაღაც მუტანტი შექმნილი ამ წლების განმავლობაში, ეს კოცნაცური ერთობა, ეს კანკლავი კოალიცია, ხო, რაც შეიმუშავდა და რაც ჩამოყალიბდა. ფიზიკურად არის შეუძლებელი რომ დღეს ერთმა უბრალო საგამოძიებო კომისიამ ისე მივდივართ რომ ეს თუ არ არის უბრალო პოპულიზმი ფიზიკურად არ არსებობს რომ ამას რაიმე მოუხერხოს. გამორიცხული არის ერთადერთი გამოსავალი ისევ და ისევ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ, რაც ლევან ჩაჭუამ არაერთხელ გააჟღერა და ეს ჩვენი აკვიატება კი არ არის, ეს არის ლოგიკური პოლიტიკური ანალიზის შედეგი. თუ ეროვნულ ძალებს, აი ესეთ ძალებს, როგორიც ვართ ჩვენი საზოგადოებრივი პოლიტიკური ერთობა და ჩვენი ერთობა და ჩვენი კოალიცია, თუ ასეთ ძალებს არ მიეცემათ საშუალება აქტიური ქმედითი ჩართულობისა პოლიტიკაში და თუ არ მიეცემა, თუ ისევ გაგვიყალბეს ეს არჩევნები და ეხლა ვიღაცებს არ ჯერათ ამის, მაგრამ მოცემულობები და ფაქტობრივი მტკიცებულებები გაგვაჩნია, რომ ეს ესე მოხდა და გაყალბდა ეს არჩევნები. თუ კვლავ ესეთი დაპრესვა და უგულებელყოფა და გაგრძელდა ჩვენი ეროვნულ პატრიოტული ძალებისა და თუ კვლავ ეს კოცნაცული ალიანსი ეს თეატრო ლუკიანის რაღაცა შეიძლება დაისაჯონ როგორც ეხლა 2-3 წლიანი ციხეებით რომ შემოიფარგლენ და იქ ციხეებში დღემდე რომ მიშა სააკაშვილის სანატორიუმში ყავთ, აი ამ ფორმით შეიძლება რაღაცეები დღეს ტელეხიდი ქონდა, დღეს შეიძლება რაღაცეები გააკეთონ და გააправონ და გვაჩვენონ ტელევიზორებიდან, მაგრამ თუ ჩვენ რეალური ცვლილება გვინდა, ანუ რეალური შემოbrunება გვინდა, სხვა რელსებზე გვინდა, ეროვნულ პლატფორმაზე, ეროვნულ რელსებზე გვინდა ჩვენი სახელმწიფოსა და ერუის ცხოვრების გადაყვანა, მაშინ შეუძლებელია რომ ჩვენაირი ძალების უგულებელყოფით შეუძლებელია ეს მოხდეს და ეს გაგრძელდეს და გახდეს. გეგა, იცით კიდევ რა მინდა იცით მოგიწოდოთ პატივცემულებო? ნუ მაინც პირობითად ითქმება პატივცემულებო. პატივისცემას არანაირად არ ემსახურებენ, მაგრამ მაინც აი პირსისხლიანი რომ გამოდიხართ, თვალებ ჩაწითლებულ ჩასისხლიანებულები და ჟურნალისტს ვერიტანთ, განსხვავებულ აზრს ვერიტანთ. რას პასუხობთ, როგორ პასუხობთ, ეს არც სარკაზმია, არც ცინიზმია. ეს თქვენი უბადრუკობის კიდევ ერთი დიდი ილუსტრაციაა. როცა ვოლსკიც და ძმანი მათნი რა, ერთი იდეოლოგიის ხალხი ბრძანებენ, რომ თუ სასაფლაოზე აღმოჩნდი თურმე მოტაცებული ხარ,
ხო. და თუ იზოლატორში აღმოჩნდი, თურმე, პოლიცია ყოფილა. ხო, ეს ისეთი დორის ცინიზმია, აი კალაძემ რო თქვა, რომ 100 წელს თუ გადააბიჯე, თუ არ მოკვდი, თუ 10,000 დაგაჯილდოვებ, და კიდევ რამდენი მარგალიტი ამ ფორმის ცინიზმები არსებობს ქართულ პოლიტიკაში. დიახ, ბატონო, რამდენი მარგალიტი შეიძლება გავიხსენოთ. თვითონ მიქანაძეს დაკითხავენ? ან ვისი დამკითხველები არიან, როცა ან რომელი კონსერვატორები ჩემო გეგა, როცა ეს ადამიანები თავიანთი იდეოლოგია არ არის შათირიშვილი ფილოსოფოსი. ხადია, აბარა. ეს პიროვნება არ იყო ჩემო კარგებო, მე ტელემაყურებელს მივმართავ. შემდეგ შესაძლოა ჩვენ ტელეეთერშიც გაჩვენოთ ის გვაქვს კადრები და ეს არ არის ეს მოსაპოვებელი ეს თანამედროვე კონსერვატიზმის ნიმუში არის აი ხალხში კონსერვატიზმის აი იმაზე რაზეც წეგავს საუბრობ. ჯერ წინასწარ ასე თქვათ ვიტყვი, მაგრამ და გაცილებით მეტად თვითონ კადრი გეტყვით, როცა იხილავთ, რომ ეს პიროვნება მთავარი ერთ-ერთი იდეოლოგი და არა მხოლოდ ეს შათირიშვილი თქვენი ჭირიმეთ, ხო? ჯერ ასე ვთქვათ, რუსეთის აქ შემოსვლა ჩვენი მართლმადიდებლობის ბრალიაო და მართლმადიდებლობიდან ბაზე უარი უნდა ვთქვათო, მიმართავს ახალგაზრდებს და მე კათოლიკე ვარო, ხო, წარმომადგენელი და ამით ამაყობს თავისთავად, ხო? იამაყოს სხვაგან, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს იმდენად დაბრკოლება და იმდენად დიდი, ასე ვთქვათ, დანაშაულათაც ვაკვალიფიცირებ. ასევე როგორ შეიძლება იმ სიბილწეს და გარყვნილების შემდეგ, რასაც თქვენ იხილავთ, წინასწარ გეუბნებით, მათი ლექსიკიდან, რომ რეალურად თურმე და მსახიობები უწყობდნენ. მე არ მომერიდება და ვიტყვი რა, ეს ჯერ ჯაპანა, ხო, ჯერ დუტა სხირტლაძე მისმა მეგობარმა რომ ასე ვთქვათ გააცნო სამყაროს და ჯერ საქართველოს, ხო? ასე ვთქვათ რა მეთოდებითაც. შემდეგ ამ პიროვნებამ თავი დაიმკვიდრა უკვე ზუსტად იმით, რასაც მინდა ეხლა აღვნიშნო, რომ თურმე ქართველი ადამიანები ჩვენს რეალობაში, აი ეს ყარაჩოღელები, კინტოები ყოფილა მიღებული ჩვენში მამათმავლობა. ოღონდ თურმე ცოლად კი არ მოყავთ ის კაცი, ცოლი ყავთ, კაცო. დედაკაცი თურმე ყავთ, ცოლი ყავთ. და ანუ ესეც ყოფილა და ეგ არის ის თანამედროვე, ანუ აი რაც ეღავთ თქვენ. ამასაც გაჩვენებთ ტელემაყურებლებო და იმასაც გაჩვენებთ, რომ ოსკარ უაილდი როგორ შეიძლებაო ჩვენო გეით ჩავთვალოთო. ეს არისო ვაჟკაცი ჰომოსექსუალისტიო. ციტირებას ვახდენ. თქვენ რომელი და ვისი შეწევნა ხსურთ, რომ ქვეყანა გამოიყვანოთ ჩიხიდან. თქვენ რა სურვილი გამოძრავებთ ქვეყნის ხსნისა, როცა ანალოგიურ სიბილწე გარყვნილებას, ვითომ ებრძვით გარყვნილებას, ვითომ სხვის რიგებში ამჩნევთ ჭრელაჭრულებს, როცა სავსენი ხართ თქვენ, გადავსებული ხართ თქვენი სახელე ჯიბის ხელოვნებით და თქვენი პოლიტიკური ისტაბლიშმენტით თუნდაც და პოლიტიკური წრეებით. აი ეს დიდი ჭირია გეგა ჩვენს თავს. ეგ არის აი ეს თანამედროვე. ეს დიდი ჭირია ჩვენს თავს. წეგან მე საუბრის დასაწყისში რაზეც ვილაპარაკე, თანამედროვე ეს ფსევდოკონსერვატიზმი, რაც აი წინა ფანჯარა არის. ნოხი ეკუმენიზმისათვის. ეს არის ეკუმენისტური ხალიჩა ზუსტად აი დაკონსერვება არის აი იმ სიბილწეებისა და სიბინძურების და კონსერვატიზმის, ეს კიდე ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ მინდა რომ ყველამ კარგად გავაცნობიეროთ და ჩვენმა მაყურებელმა ამაზე ბევრი იფიქროს, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში, თანამედროვე გლობალურ პოლიტიკაში ნაციონალიზმისა და კონსერვატიზმის ეს მახინჯი ტრადიცია და ფორმა, აი რაზეც ახლა ჩვენ საუბრობდით, ნელ-ნელა იყიდებს ფეხს, ნელ-ნელა ძლიერდება და ზუსტად ლიბერალური ინტერნაციონალის დამარცხების შემდეგ ყველაზე დიდი პრობლემა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის, სასუფეველის გზაზე მოსიარული ადამიანებისთვის იქნება ეს სწორედ ეს ყალბი კონსერვატიზმი და ყალბი ნაციონალიზმი. და ჩვენ სწორება სასუფეველზე უნდა გავაკეთოთ და ღვთის სამეფოზე უნდა გავაკეთოთ და ღვთის სამართალზე ეძიეთ სასუფეველი და სიმართლე მისი ეს უნდა გახდეს ჩვენი პოლიტიკაც და თითოეული ჩვენი ცხოვრებისეული გამოვლინების აბსოლუტურად ყოვლის მომცემის სფერო. ჩვენ თუ ესე პოლიტიკურ იდეოლოგიებს ავყევით და ფეხის ხმას ავყევით, რასაც გლობალური ძლიანი ამასოფლისანი გვიქადაგებენ, ჩვენ აუცილებლად შევართ იმ ჩიხში, საიდანაც გამოსავალი შემდეგ აღარ არსებობს ღმერთმა ამისგან დაგვიფაროს. გაიხარე გეგა, აქედან გამომდინარე და საერთოდ ბევრი რამიდან ჩემო კარგებო, დღეს ბოდიში მოგვითხოვია რამე თუ სატელეფონო ზარები ვერ მივიღეთ, არ მივიღეთ, რაც არის უიშვიათესი გამონაკლისი, ეს ფორმატი ხუთშაბათის დღისა ჩვენი მონაწილეობით და თორნიკე კივილაძის მონაწილეობით
10-ის ნახევარზე გავა ხოლმე ეთერში და რა თქმა უნდა შეძლების დაგვარად შეიძლება მაშინ მივიღოთ. თუ არა და პარასკევს მივიღებთ თქვენ ზარს და ყოველ დღე ღებულობს ობიექტივის ტელევიზია მაყურებელთა ზარებს. კომუნიკაცია და მაყურებელთა და ჩვენი მოსახლეობის მაჯისცემის ასე ვთქვათ, მაჯისცემაზე ჩვენ ყურადღება არასდროს მოგვიდუნებია. მაგრამ ისიც მინდა რომ მიმართოთ ჩვენს მაყურებელს რომ კარგია ეს ზარები, კარგია სოციალურ ქსელში პროპაგანდა, კარგია სოციალურ ქსელში რო წერთ ერთმანეთს ტელეფონით ვესაუბრებით, მაგრამ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, ანუ თქვენი თანადგომა ჩვენთვის აუცილებელია და ჩვენ თუ გვინდა რეალური შედეგის დადება, ჩვენ თუ გვინდა რეალური ქმედითი განხორციელება იმ მიზნებისა და ამოცანებისა, რისთვისაც ჩვენ შეკრებილი ვართ, აუცილებელია მეტი აქტივობა თითოეული თქვენგანის მხრიდან, ჩვენი ერთობა და ჩვენი გაძლიერება, გამრავლება და განვითარება. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი თუ გვინდა მართლა შედეგის მიღწევა აი ამ ბრძოლაში რაშიც ვიმყოფებით. კი ბატონო გეგა და აქედან ასე ვთქვათ ეს სიტყვები რას ნიშნავს ხო? არ ჭირდება თარგმანი, როდესაც ქუძე კაცი იქნება საჭირო თუ ასე შემდეგ ეს დიდი პატრიოტული ერთობა, რასაც მოგიწოდებთ, რასაც შეგახსენებთ, თქვენთან ერთად თანამებრძოლით, თქვენი ჭირიმეთ. აი ამ ხრივ უნდა იყოთ ყურადღებით და ყოველივე ის რაც ითქმება აქ ეთერში, ობიექტივის ეთერში, ეს სიტყვა ყოველთვის საქმეთ იქცევა ხოლმე. ასე ვიდოდა თვითონ პატრიოტთა ალიანსიც თავისი ღირსეული წარმომადგენლებით და ყოველი ეროვნული ძალის წარმომადგენლები კრებსითა თუ სათითაოდ, რომლებიც არც თუ ცოტანი ვართ ამ დიდ ერთობაში. ერთობის სახელით დაგემშვიდობებით, სიკეთე მისურვებია ჩემო ქვეყანა, ვნახოთ. ეს მადლი და წყალობა არ მოგშლოდეს, ამინ.